დღევანდელი ბლოგი სხვათა შორის შეეხება ჩემს ამერიკაში გადმოსვლას, ანუ მე მოგეხსენებათ, რომ ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ნიუ-იორკში და რატო გადავწყვიტე და რატო გადავდგი ნაბიჯი ზოგადად ამერიკის მიმართულებით, როდესაც საქართველოში არც თუ ისე ცუდად ვიყავია. მე გახლავართ ხელოვანი ადამიანი და ვამბობ კიდევაც, რომ მე ალბათ 100%-ით ხელოვანი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მათემატიკური ტიპი, აი რომ მათემატიკასთან რაღაც კარგად ვიყო და ცოტა ისეთი მათემატიკური აზროვნება მქონდეს, ტექნიკური ტიპი მოკლედ მე არ ვარ. აი თითქოს მე მგონია ხოლმე რომ რაღაც მომენტში არის ადამიანების რაღაც სახეობა, ალბათ ორი სახეობა ან ოთხი სახეობა. არის ხელოვანი ადამიანები, არიან ცოტა ტექნიკური ადამიანები. ტექნიკური ადამიანები მათემატიკაში არიან ძლიერები, აი თუნდაც ფინანსებში, თუნდაც საბანკო საქმეებში, მართვაში, ბიზნესში და ასე. მე ვარ უბრალოდ ხელოვანი ადამიანი, კრეატივი არის ჩემი, უბრალოდ ჩემი სხვა სამყარო მაქვს, შემიძლია ამ სამყაროში ისეთი რაღაცების დანახვა, რაც სხვას არ ძალუძს მაგალითად და შემიძლია ინსპირაცია, აი რაღაცნაირი ინსპირაცია მოვიტანო, აი შემიძლია მაგალითად ჩემ ქვეცნობიერულ სამყაროში შევქმნა რაღაც და ეს ყველაფერი გადმოვიტანო ფურცელზე, გადმოვიტანო სხეულზე მაგალითად ადამიანების ან გადმოვიტანო მუსიკაში, ან ქანდაკებაში, ან ნებისმიერ სხვა რაღაცაში. მოკლედ ხელოვან ადამიანებს გონების ქვემოთ ალბათ ეს ქვეცნობიერულად, არ ვიცი, ფსიქოლოგი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ მე ესე მგონია, რომ ხელოვან ადამიანებს გვაქვს ცალკე სამყარო. იმ ცალკე სამყაროში რაღაცებს ვქმნით და მე ამ სამყაროში გადმოგვაქვს ხოლმე რაღაცნაირად, მე ესე მჯერ ამ ყველაფრის. მე ვარ პროფესიით არქიტექტორ დიზაინერი, მე ამ კუთხით დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი, ინტერიერი ასევე და ურბანული დიზაინი. ვსწავლობდი რაღაც პერიოდის მანძილზე საფრანგეთში, რაღაც პერიოდის მანძილზე უნივერსიტეტშიც ვიყავი სტამბულის, მიმარ სინანი თუ არ ვცდები ეს უნივერსიტეტი იყო და მახსოვს რომ ზოგადად კრეატივის საკითხში ძალიან მაქებდნენ და ისეთ რაღაცებს ვქმნიდი ხოლმე რომ აი საიდან ანუ ფანტაზია ესეთი თუ არ გაქვს აი როგორ რანაირად ხო ხელოვან ადამიანებს მეგობრებო შეუძლიათ აი ავტო ისეთი მოდელი შექმნა რომ ადამიანი გამოშტერდეს რომ აი როგორ აი საიდან მოიფიქრა ხო აი როგორ აი ეს დიზაინი როგორ შეიძლება რომ ჩამოყალიბებულოთ ესე გადმოიტანო აი ხელოვან ადამიანებს მოკლედ ეს გვაქვს ამიტომ საქართველოში ჩემო მეგობრებო მე რამდენადაც კრეატივი ჩემი განვახორციელე და ვცდილობდი რომ მოკლედ ეს ჩემი კრეატივი და ვცდილობდი რომ ეს ჩემი ეს ნიჭი გადმომეცა და რაღაცნაირად ესე ფრთები გამეშალა მოკლედ და ეს ყველაფერი გამეკეთებინა ისე როგორც მე მინდოდა საქართველოში სამწუხაროდ მოკლედ ვერ შევძელი არ ვიცი რა მიზეზების გამო ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს რასაკვირველია საქართველოს ნამდვილად არ ვაკრიტიკებ პირიქით საქართველოს ძალიან მიყვარს ქართული საზოგადოებაც ძალიან მიყვარს და ძალიან მიამაყება ის რომ ქართველი ვარ უბრალოდ საქართველოს თითქოს ხელი ვერ შემიწყო თამამად შემიძლია ეს განცხადება ვთქვა, რომ ხელოვანი ადამიანები საქართველოში არიან დაკარგულები და ხელოვან ადამიანებს არ ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნიჭი კარგად გაიტანონ მოკლედ სცენაზე და ასპარეზზე. ამიტომ მე თითქოს მგონია, რომ ჩემი თავი საქართველოში მაქსიმალურად ამოვწურე, იმიტომ რომ რამდენადაც ვცდილობდი რომ რაღაც კრეატივი დამეტო, რამდენადაც ვცდილობდი რომ რაღაცები გამეკეთებინა, ხელის შემშლელი ფაქტორები იყო ძალიან ბევრი. აქედან, აქედან, რავი, აი ყველა მხრიდან. მოკლედ რაღაცნაირად მოვინდომე ახალი სტუდიის შექმნა, ჩემი კრეატივით მინდოდა რომ რაღაცნაირად ლამაზი სტუდია გამეკეთებინა ისეთი რომ თბილისს ძალიან მოხდომოდა, მაგრამ სამწუხაროდ გამქურდეს და გაიტანეს ყველაფერი შიგნით რაც მქონდა უმეტესობა თავისი მუსიკებით, აი მოკლედ ეს კომპიუტერები რომ გამიზიდეს და თავისი მეხსიერების ბარათები სადაც ჩემი უამრავი დიზაინი იყო, აი ამან ყველაფერმა შოკში ჩამაგდო და რეალურად ამის გამოძიებაში ვარ დღესდღეობით რომ მოკლედ კარგად ჩატარდეს და რეალურად დასასჯელი ადამიანები დაისაჯონ. ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ეს ჩემი ნაწვალები, თან მე ვიცი რა შრომა ჩავდე ამ ყველაფერს და როგორ ვცდილობ, რომ მოკლედ რაღაცნაირად აი ეს ნიჭი რაც ღმერთმა მიბოძა, რომ აი ან საამაყოთ იყოს ქართული ხალხის, რომ აი ლაშე ჩხაიძეს შექმნილმა იმ რაღაცამ, მოკლედ რაღაცა ძალიან დიდი სახელი მოუტანოს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს, მაგრამ სამწუხაროდ მოკლედ არ დამცალდა არც არანაირად. ვცდილობდი იმასაც, ამასაც მოკლედ ხელის შემშლელი ფაქტორები ძალიან ბევრი დამიგროვდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ნულიდან დამეწყო, ეს ყველაფერი დამეტოვებინა. ბოლომდე არა რასაკვირველია, ამერიკიდანაც ვაკონტროლებ საქართველოში სიტუაციას და მაქვს ჩემი სტუდია დატოვებული, რასაც ვამუშავებ, ასე თუ ისე და რაღაცნაირად ხელმძღვანელობ მოკლედ ამ საქმეს, მაგრამ მთავარი პირობა და მთავარი ჩემი ჟინი, ესე რომ ვთქვათ, არის ის, რომ მე მივაღწიო ძალიან ბევრს. მე მაქვს დასახული მიზანი, მე მაქვს წერტილი, რა წერტილამდეც უნდა მივიდე, მე მაქვს გონებაში ის საკითხები, რა საკითხებიც მინდა, რომ ძალიან მალე რეალურ სამყაროში გადმოვიტანო და ამისთვის მჭირდება მე მოკლედ გარემო, რომელიც მე ხელს შემიწყობს. და ეს გარემო, რომელიც მე ხელს შემიწყობს, რატომღაც მოკლედ ეს
გარემოა, რა გარემოც მე ავირჩიე და ფაქტობრივად მაინც უცხო ადამიანი ხარ, ემიგრანტი, ჩასული, ქართველი ამ ხელა რაღაც გიგანტურ სახელმწიფოში და გინდა რომ შენი სათქმელი თქვა და რაღაცნაირად წარმოაჩინო შენი თავი. ძალიან რთულია, ესეთი მარტივი არ არის. ჩემთვის ამერიკა იყო ყოველთვის აუხსნელი ოცნება. 2019 წლიდან მახსოვს რომ ამერიკაში წამოსვლა მინდოდა და ყოველთვის მქონდა ის გეგმა და განზრახვები რომ მეთქი მე ლაშა ჩხაიძემ ის ყველაფერი უნდა განვახორციელო, რაც მაქვს გონებაში და მე მაქვს გონებაში ისეთი რაღაცები, რაც რეალურად ვიცი რომ უნდა გავაკეთო. ანუ ჩემი მიზანი არის ის, რომ მე ეს უნდა გავაკეთო ამ ცხოვრებაში. ანუ ჩემთვის სამყარო არის ცოტა რაღაცნაირი მისტიური, ყველაფრის მჯერა აბსოლუტურად, ჯერა თვალის მჯერა იმ ფაქტების, რომ ადამიანები ზოგადად ამ სამყაროში თუ მოვედით, ესე უბრალოდ არ არის ჩვენი ცხოვრება, რომ ცოლი მოიყვანე, შვილი გააჩინე, მე რაღაცნაირად მოუარე შენ შვილის შვილს და ამ ცხოვრებიდან მიდიხარ და ასე შემდეგ. თითქოს მგონია რომ ამ სამყაროში ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია. და ეს მისია არ ვიცი რა არის და რას ეფუძნება დატკბის ცხოვრებით. ანუ გააკეთე ის და შექმენი ის, რაც შენ სიამოვნებას მოგიტანს, დატკბი უბრალოდ და დატოვე სამყარო ბედნიერი. რაღაცნაირად ესე. ანუ არ გააკეთებ ამისკენ არ წახვალ, მაშინ უბედური იქნები და უბედურად მოკლედ იწამებ და გაწვალდები და ისე დატოვებ ამ ცხოვრებას. თითქოს აი ის მომენტი არის, რომ სირთულეებია, ძალიან დიდი სირთულეებია, მაგრამ მოკლედ ეს სირთულეები დაძლიე თუ გინდა რომ მიაღწიო იმას, რასაც გინდა რომ მიაღწიო და რაც ბედნიერს გაგხდის. ამიტომ აი რაღაცნაირად ამ თემატიკას მივყვები მეც და მინდა რომ აი ეს ჩემი ოცნებისკენ ვიარო უბრალოდ და ის სრულებიც მაქვს და რაც მე ბედნიერებას მომიტანს, ის განვახორციელო. მოკლედ წამოვედი ამერიკაში. პირველი 3 თვის მანძილზე, მიახლოებით 3 თვი არის, რაც მე ნიუ-იორკში ვიმყოფები ახლა და რაღაცნაირად ძალიან აჟიტირებული ვარ, ძალიან მომწონს, კი ახალი გარემო არის, ფაქტობრივად დაკარგული ხარ ამ სახელმწიფოში, მაგრამ თითქოს მგონია რომ შესაძლებლობები ჩემი კუთხით მაქვს ძალიან დიდი. ენის ბარიერი მაინც მაქვს, იმიტომ რომ აქ ისე სწრაფად ლაპარაკობენ და ისეთი სლენგებით, რომ ბევრი სლენგი მე არ მესმის და ცოტა რთული საკითხი არის მოკლედ ესე ენის ბარიერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმდენად მოტივირებული ვარ, რომ მგონია რომ ამასაც ძალიან კარგად დავძლევ და ამ ბარიერებსაც გადავლახავ. ვიცი რომ რაღაც პერიოდის მანძილზე გამიჭირდება, მაგრამ ვიცი რომ ამ სახელმწიფოში რატომღაც ძალიან წინ წავალ. იმიტომ მე რომ ამერიკაში ჩამოვედი, ვიცოდი რომ აქ ვიქნებოდი მარტო, იმედი მხოლოდ საკუთარი თავის ასაკვირველია, კი არიან ადამიანები, მართლა კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ ხელი გაგიმართონ თავიდან და ცდილობენ რომ რაღაცა ბუსტი მოგცეთ. არიან, მაგრამ არის მცირე რაოდენობით. ეს არის ძალიან მცირე რაოდენობით. მეგობრებო, თვითონ ქართველებიც ამბობენ, რომ სხვათა შორის აი ქართველებს ცოტა ერიდე. ანუ ქართველებთან კომუნიკაცია შეეცადე, რომ ისე არ გქონდეს. არ ვიცი რატო ხდება ეს. თითქოს ადამიანს შენი წინსვლა არ გაუხარდება რა, გაუხარდება უკუსვლა. რომ თითქოს თვითონ რომ ვერ აკეთებს იმას და დაგინახოს რომ შენ აკეთებ ამდენ რაღაცას უკვე ახალ ჩამოსული სიტყვაზე, რანაირად და მე იბოხმება და მე რაღაცნაირად ის ცუთხასიათზე ვარდება და რატო არ ესე და რაღაცა და რატო მიაღწია იმენ ბევრს და ესეთ გონკებშია მოკლედ რა. მე თუ ამერიკაში წავიდოდი, ზუსტად ვიცოდი რომ კომფორტის ზონიდან უნდა გავსულიყავი, გავყიდე ჩემი საკუთარი მანქანა, გავაქირავე ბინა, ჩემი ტასაცმელი დავტოვე საქართველოში, ჩემი ტექნიკა და რაღაცები გავყიდე ყველაფერი და ფაქტობრივად ამერიკაში ჩამოვედი, აი ესე რაღაცა არ ვიცი თუ არ ვწდები ერთი 3 მოსასხამით, 3 შარვალით, 3 ნასკით და ასე შემდეგ. მოკლედ აი ესეთი რაღაცნაირი ძალიან მწირე წამოვიღე აქ ამერიკაში რომ ჩემი თავი გამეტანა, მაგრამ კომფორტის ზონიდან გასვლა მოგეხსენებათ რომ არის ძალიან კარგი იმისთვის რომ უფრო მეტი ბუსტი მისცეთ თქვენ თავს, სტრესი არის ძალიან კარგი განვითარებისთვის და ვიცი, თუ მე სტრესს არ მივიღებ და თუ მე კომფორტის ზონიდან არ გავიდოდი, მაშინ იმ შედეგამდე ვერ მივიდოდი, რა შედეგამდეც მინდა რომ მივიდე. ერთადერთი მომენტი თითქოს მე მაქვს ის, რომ ესე ვიძახი ხოლმე საკუთარ თავს ესე ველაპარაკები, რომ ძალიან მიხარია, რომ ძალიან რთულად გამომდის ყველაფერი, მაგრამ გამომდის. აი ეს არის მომენტი ხოლმე, როდესაც ადამიანებს ძალიან მარტივად გამოს, შეიძლება მე მილიონი მოვიკო, ჯეკპოტი დამეცეს და რაღაცნაირად ესე მილიონი მოვიკოს და რაღაცნაირად მე ყველაფერი მქონდეს, მანქანა ის. თითქოს მგონია მეგობრებო, რომ ამ ცხოვრებაში რამდენადაც რთულად გეძლევათ ყველაფერი, მაგრამ როდესაც გეძლევათ იმ მოცემულს ბევრად უფრო მეტად აფასებთ, ვიდრე მარტივად მოცემულს, რომ აი ზერელეთ შეხედავთ რა, აი ადგებით გადააგდებთ. ამას უფრო მეტი ფასი აქვს. თითქოს აი უფრო ბედნიერი ხართ, თითქოს რომ აი თქვენი შრომით, თქვენი წვალებით და აი რაღაცნაირი ტანჯვით მიღწეული თქვენთვის უფრო მეტად დასაფასებელი იქნება, ვიდრე თითქოს არც არაფერი არ ყოფილა ისე მომივიდა თავისით ეს ყველაფერი. იმიტომ რომ გადაფასებას მე ვერ უკეთებ საკუთარ თავს, ვერ აკეთებ შრომის გადაფასებას, რომ რეალურად ეს, რაც თქვენ გააკეთეთ, იმხელა ენერგიას და შრომას მოიცავდა, გახსოვთ რომ აი -10 გრადუსში
სტრესში, ხელები კიკანკალებდათ, რომ იქამდე მისულიყავით და აი არ ნებდებოდით და მიდიოდით, იქ სტრესი იყო, იქ რაღაცა იყო, ის იყო, გეზარებოდათ, წინაღობები ქონდათ, რაღაცები გეწინააღმდეგებოდათ, მაგრამ თქვენ მაინც თავით გაგქონდათ, რქებით გაგქონდათ, ხო ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეგ საკითხები, მეგობრებო, მე ყოველთვის გქონდა და მე ვიძახი. მე ვარ საკუთარი თავის ფსიქოლოგი დღეს, იმიტომ რომ მე ვიცი რეები გამომივლია ცხოვრებაში, რა სირთულეები, რა სტრესი, რომელსაც მე ყოველთვის ვებრძოდი ფხიზელი გონებით. არანაირი სასმელი, არანაირი მოსაწევი, არანაირი სიგარეტი, არანაირი ნარკოტიკული საშუალებები და არანაირი სხვა რამ ყოველთვის ვებრძოდი ფხიზელი გონებით, რაც არის ყველაზე კარგი, მეგობრებო. კი, რა თქმა უნდა, ერთ ჭაღარას გამოგიჩნდება მეორე, მესამე, მეოთხე, მაგრამ ეს უფრო გიღირდეთ, ვიდრე სტრესს გაუმკლავდეთ სასმლებით და გალოთდეთ და იქ რაღაცა მოწევა დაიწყოთ ერთ რაოდენობის, რომელსაც ვეღარ გადაგდებთ და ასე შემდეგ. ვიცოდი, რომ სტრესი 9 კილოგრამს დამაკლებინებდა, მე ამ 9 კილოგრამის მომატებას მთელი ამბები დამჭირდებოდა, ისედაც ძალიან რთულად ვიმატებ წონაში და კიდე მე 9 კილო დავიკელი და აი როგორ უნდა მოვიმატო ეს ყველაფერი. ჯანსაღი გონება არის წამალი ყველაფრის დაძლევის. აი გიცოდეთ. ამიტომ მე ჯანსაღად, ჩემთვის ძალიან კომფორტულად, იდეალური მანქანა, მშვენიერი სახლი, მარტო ვცხოვრობ. არ ვიცი, ანუ რო გითხრათ, რომ ეხა შეუხედავი ტიპი არ ვარ და რაღაცნაირი ისეთი ტიპი ვარ, ძალიან დიდი ბოდიში ეგეთიც არ მგონია ჩემი თავი, ჩემ თავს ძალიან ვაფასებ, ვიცი ურთიერთობებში როგორი ადამიანი ვარ, ჩემ ყველა რას თქმა უნდა საკუთარ თავზე ცუდად ესე არ ილაპარაკებს, მაგრამ მოკლედ მე გამოცდილებიდან გამომდინარე ის ნიუანსები, მინუსები რაღაცნაირად ჩემი თავიდან აღმოფხარი, მოკლედ რომელიც მე არ მომწონდა ჩემ საკუთარ თავში. კი, რასაკვირველია, ჯერ კიდე მაქვს ბევრი მინუსი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ მინუსებსაც ნელ-ნელა დავძლევ. ეს არის, რომ როდესაც ადამიანმა და შენმა გონებამ და შენ პიროვნებამ დაიწყეს შენ საკუთარ თავზე მუშაობა, მერე ბევრად უფრო მარტივად გამოდის ყველაფერი. მოკლედ, მთავარი არის ერთი რამ. გქონდეთ მიზანი და აი ამ მიზნამდე მისაღწევად აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. არ უნდა გითაკილოთ არაფრის გაკეთება, სულ რო ნებისმიერი რამ რა ვიცი, ტაქსისტობაც რო იყოს. ზოგადად ამერიკაში იძახიან კიდევაც, რომ ეს ტაქსისტები და ტაქსისტობა და აი ეს ტაქსისტია და ასე შემდეგ. ან ის დორდაშზე მუშაობს, ან ის მიტანის სერვისში, ან ის მიმტანია და ზოგი ამას დასცინის ხოლმე, მაგრამ თქვენ ხართ თქვენ პიროვნება და ნებისმიერი რამ, რასაც კი თქვენ მოისურვებთ, ტაქსისტობა იქნება თუ ტრაილერების მძღოლობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც თქვენ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ფინანსები გაგიმყაროთ და უფრო მეტად წინ წახვიდეთ, თქვენი ოცნების ასახდენად, ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ. გულთან არ მიიტანოთ სხვების დაცინვა ან ირონია, უბრალოდ გაიღიმეთ, პოზიტიურად შეხედეთ სამყაროს და იცოდეთ ერთი რამ, რომ ნებისმიერი საქმე არის დასაფასებელი, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ნებისმიერი შრომა იქნება გონებრივი თუ ფიზიკური, მშენებლობა იქნება თუ რაც იქნება, ნებისმიერი საქმე არის დასაფასებელი. და ის ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროში მოევლინენ და კომპიუტერთან ზიან და არაფერს არ აკეთებენ და ფეხი-ფეხზე გადადებული აქვთ და რაღაცნაირად ბრძანებებს გასცემენ, რომ აუ ის საჭმელი გამიკეთე რა, აუ ის მომიტანე, აი ესეთ ადამიანს მე არ ვაფასებ. ამიტომ გქონდეთ გეგმა, დაისახეთ გეგმა, მიყევით ამ გეგმას, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ეს სამყარო არ არის ისე მოწყობილი, რომ თქვენ ძალიან მარტივად მოგეცეთ ყველაფერი და თქვენ თუ ამ სამყაროს მუღამს დაიჭერთ მაგ კუთხით, აუცილებლად ეს სამყარო დაგიბრუნებთ ძალიან დიდ პოზიტივს და თქვენს სურვილების ახდენას შეუწყობს ხელს. შრომელი ადამიანი მე ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ და სხვანაირად უყურებ, ვიდრე ადამიანს, რომელიც არაფერს არ აკეთებს აბსოლუტურად. წარმატებებს გისურვებთ.